ჩვენ როდესაც ვიძინებთ, უფრო სწორად გვგონია რომ გვძინავს, ამ დროს ფიზიკური სხეული ისვენებს, მარადიული სული კი ფხიზლობს და მოგზაურობს სხვა სამყაროებში. ეს ხდება ძირითადად რომელიმე მისიის აღსასრულებლად, აწმყოში ან წარსულში რაღაცის შესაცვლელად ან გამოსასწორებლად. ან მომავლიდან ჩვენი ცნობიერების დონისთვის განკუთვნილი ინფორმაციის გადმოსაცემად. შემდეგ ისევ ბრუნდებით სხეულში და ჩვეულებრივ გვეღვიძება. ეს პროცესი ჩვენ არ გვახსოვს, რადგან ადამიანის 3D გონებისთვის ის ძნელად აღსაქმელია, ხოლო თუ რომელიმე ფრაგმენტს ვიხსენებთ, ისიც გვგონია რომ რაღაც დაგვესიზმრა. სიზმრების შემთხვევითი მენტალური სურათები არ არის. ისინი ღრმა, სიმბოლური და ზუსტად დაგეგმილი გზავნილებია, რომლებსაც ჩვენი სული, ქვეცნობიერი და თვითონ სამყაროც კი გვიგზავნის. ყოველი სიზმარი კარის გაღებაა უხილავ რეალობაში. იქ სადაც არ მოქმედებს დრო, ლოგიკა და გონებრივი ჩარჩოები. სიზმარში ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს ჩვენი შინაგანი მრავალგანზომილებიანი მესგან, სულიერი მასწავლებლებისგან, გარდაცვლილი ახლობლებისგან და ხშირად თავად ცხოვრების ენერგიისგან, ანუ სამყაროსგან. სიზმრები მიგვანიშნებს, თუ რა ეტაპზე ვართ ცხოვრებაში და რა გაკვეთილებს ვუახლოვდებით. რას უნდა ვუშვებდეთ ჩვენი ცხოვრებიდან და რისი მიღებისთვის უნდა ვიყოთ მზად? რას ინახავს ჩვენი ქვეცნობიერი, რისი შეგრძნებაც ფხიზელ გონებას არ შეუძლია? როგორ დავიცვათ თავი და ვიპოვოთ ჭეშმარიტი გზამკვლევი მომავლისთვის? სიზმრებში ხშირად მოდის სიმბოლოები, ცხოველები, სახლები, გზები, წყალი, ცეცხლი და ასე შემდეგ. ყოველ მათგანს თავისი ენერგია აქვს და მისი განმარტება შეგვიძლია ინტუიციით ან სიმბოლური ენით. მაგრამ მთავარია, როგორ გრძნობთ თავს სიზმარში. გრძნობები და განწყობა არის გზამკვლევი, რომელიც გვიხსნის მის მნიშვნელობას. ზოგჯერ სიზმარში მოგზაურობთ პარალელურ რეალობებში. ვხვდებით იმ არსებებს, ვისთანაც ფიზიკურად არ გვაქვს შეხება. ვიღებთ პასუხებს კითხვებზე, რომლებსაც დიდი ხანია ვატარებთ გულში. ამიტომ კარგია თუ გააკეთებთ გაღვიძებისთანავე სიზმრის ჩანაწერს, რადგან გარკვეული დროის გასვლის მერე შეიძლება დაგავიწყდეს ის. სიზმრების ანალიზი და მათზე ფიქრი ეს არის ურთიერთობა საკუთარ სულიერ ნაწილთან და სამყაროსთან. ისინი მხოლოდ ღამის ამბები კი არ არის, არამედ სულის გზამკვლევებია დღის სინათლეშიც. როცა სიზმარს ხედავ და შინაგანად გრძნობ რომ ის მნიშვნელოვანია, არასოდეს დააიგნორო. ამით სამყარომ შენთან დაკონტაქტება სცადა. გააცნობიერე, მოусმინე, ჩაიწერე სიზმრების დღიურში გაღვიძებისთანავე. გააანალიზე, თავიდან შეიძლება სიღრმისეულად ვერ ჩაწვდე ამ მოვლენის გაგებას, მაგრამ ნელ-ნელა შეიძლება შენს ცნობიერებაში გაიღვიძოს სიზმრებით მოსაუბრე სულიერმა მხარემ, რაც დაგეხმარება თვალებს მიღმა საკუთარ ქვეცნობიერთან და მთელ სამყაროსთან სიღრმისეულ კონტაქტში. სიზმრების ხარისხი და მრავალფეროვნება ადამიანის ცნობიერების დონეზეა დამოკიდებული. ამაღლებული გონება ყოველთვის მოგზაურობს სამყაროს ზედა ასტრალში და შესაბამისად სულიც სინათლის ცივილიზაციებს სტუმრობს. გისურვებთ ლამაზ ბრჭყბიალა სიზმრებს და უსაზღრო ბედნიერებას.